ხეიბარი, პატიმარი და წამების სხვა შემზარავი ისტორიები. ახალგაზრდა, რომელმაც ციხე ინვალიდის სეტლი დატოვა, წამებაში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს. რა ეტაპზეა და რატომ ჭიანურდება გამოძიება? კიდევ ერთი იძულებით ჩამორთმეული ქონება. ზუგდიდის უნივერმაღის ყოფილი მეპატრონე ქონების წართმევაში როლანდ ახალაიასა და რომეო საჯაიას ადანაშაულებს. რა ეტაპზეა გამოძიება და დაუბრუნებს თუ არა წართმეულ ქონებას კანონიერ მფლობელს ეკონომიკის სამინისტრო. სააკაშვილი ოდესაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება. კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, გუბერნატორის ბრალდებები და ევთოს ანგარიში, რომელიც არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს. მოახერხებს თუ არა სააკაშვილი ქართული სცენარის უკრაინაში გადათამაშებას. უკანაფშავი, ერთი ოჯახის ისტორია. ნახეთ ზვიად თხელიძის საავტორო რეპორტაჟი 2030-ში. საღამომშვიდობის ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. საპატიმროებში ძირითადად იყო ცემა ჯგუფურად ციხის თანამშრომლების მხრიდან წიხლებით, რეზინის ხელკეტებით. ძალიან უმნიშვნელო მიზეზის გამო პატიმარის სიკვდილამდეც მიჰყავდათ. იყო აბაზანაში ხელკეტები ჯგუფურად ცემის ფაქტები, იყო შემთხვევები, როდესაც ცემის დროს შემოაკვდათ პატიმარი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და თითქოს იქ გარდაიცვალა. ამ განცხადების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის იურისტია. 2030-ში საპატიმროებში არსებული ვითარების კვლევის ერთ-ერთი ავტორი არჩილ ჩოფიკაშვილი, ყოფილი პატიმარი შოთა იამანიძე, ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი და შალვა ხაჭაპურიძე იქნებიან. მანამდე კითხვის სხვა თემები. ბიზნესმენი დავით როგავა, როლანდ ახალაიასა და რომეო საჯაიას წინააღმდეგ. როგავას განცხადებით, როლანდ ახალაია და რომეო საჯაია მას მუქარით ქონების დათმობას აიძულებდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაზარლებულმა სასამართლოს მიმართა. ახლა კი ეკონომიკის სამინისტროსგან ქონების დაბრუნებას ელოდება. რას ყვება ბიზნესმენი და რას პასუხობს ბრალდებებს ადრესატი, ნახეთ ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟში. ჩვენ ხალხს ვაპატიურებთ, ამას უკეთებთ, იმას უკეთებთ და ამას მეუბნებოდნენ. და შენ ახლა იმდენი შენთვის არ დაგვიშავებიაო და ცოტა წყნარა იყავიო, თორემ მართლა გაიგეთებთ ყველაფერს. მუქარაში ბიზნესმენი დავით როგავა დეპუტატ როლანდ ახალაიასა და ყოფილ პროკურორ რომეო საჯაიას ადანაშაულებს. როგავას განცხადებით მან ზუგდიდში უნივერმაღ ენგურის შენობა შეიძინა. 2006 წელს კი როლანდ ახალაიამ და რომეო საჯაიამ ქონების დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესმენი იხსენებს, რომ თავად მასაც და ოჯახის წევრებსაც დაკავებით ემუქრებოდნენ. სწორედ ამიტომ იძულებული გახდა საქართველოს მათთან ერთად დაეტოვებინა. იძულებული გავხდი, რომ მე დამეტოვებია საქართველოს, დავტოვეთ ოჯახი წავიყვანე საქართველოსდან. მე ჩვენ მაგათმა თავისი შეასრულეს, ჩამომართვეს ქონება. ეს მოხდა მე ჩამოვედი 2004-ში, როცა სააკაშვილი ჩამოვიდა. ქონება ჩამომართვეს 2006-ში. რომ მე ეუბნებოდა ჩემს ადვოკატს, ხო და მუქარებიც იყო, მე მაინტერესებს, რატო არ სამართლდება და რატო არ არის სასამართლო პროცესი რომეო საჯაიასი აი მაგათი ბანდის. როლანდ ახალაიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ზუგდიდელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ის წყნეთში დათა ახალაიას სიმავრის სახლში ცხოვრობს. თუმცა წყნეთში ბენიძის სახლთან მყოფმა დაცვამ ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალება არ მოგცა. არ შეიძლება, რატო უნდა დარეკუძარი? არ შეიძლება, აქ რისთვის ავდგავარ ჩვენ? იმიტომ ანუ არ გვაძლევთ უფლებას, რომ ზარი დავრეკო. გეუბნებთ, არ არიან სახლში, რატო უნდა დარეკუძარი? ბიზნესმენის ბრალდებების მეორე ადრესატი რომეო საჯაია კი ამბობს, რომ დავით როგავამ ზუგდიდის უნივერმაღის შენობა უკანონოდ თავად შეიძინა. დავით როგავა არის კანონიერი ქურდის ახშიბაიას წარმომადგენელი, რომელმაც ფიქტიური გარიგება განახორციელა კანონიერი ქურდის ოჯახთან, მის მამას დედასთან და თითქოს და მათგან იყიდა ქონება. მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე არსებობს მტკიცებულებები, მასალები, რომელიც ცნობილი იყო მათთვის, მაგრამ მე ეს მასალები მაქვს. მასალებში არის შემდეგი რამ. თითქოს და ამ ადამიანებმა 2000 წლის 1 მაისს იმედი ალშიბაიასგან შეიძინეს ქონება. მაშინ, როდესაც იმედი ალშიბაია 2000 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი იყო. ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით მას შემდეგ, რაც დავით როგავას ქონება ჩამოართვეს, შენობაში შესვლის საშუალება აღარ მიეცათ. მირიან ნიკოლაძე ამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიამ შენობაში ეგრეთ წოდებული ზონდერების გადასამზადებელი არალეგალური ცენტრი შექმნა. ავარჯიშებენ ზონდერ ბრიგადებს, რომ შემდგომში ანგარიში გაუსწორონ, წინა საარჩევნებო პერიოდში ეს მზადება უკვე ძალიან სერიოზული იყო და აი ამაში გამოიყენეს ნაციონალებმა.
ეს დანიშნულება ქონდა უნივერსალურ დავით როგავამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა. ადვოკატ მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით მათ ორი სასამართლო მოიგეს და ახლა ბიზნესმენი კონების დაბრუნებას ეკონომიკის სამინისტროს განელის. შევიტანეთ ბუნებრივია სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით, სადაც ასევე ცალსახად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ დაადგინა, რომ ქონება უნდა გადმოსცემოდა ჯგუფ მე-7 კონტინენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან. პარალელურად საქმეზე გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. ბიზნესმენი გამოძიების დასრულებასა და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს. წამების საქმეები და წამებაში ბრალდებულები, რომლებიც ყოფილი მსჯავრდებულების თქმით ამ დრომდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიცვალებულებთან გამოკეტვა წამების შედეგად დახიბრება. პატიმრები ამბობენ, რომ ეს მათზე ძალადობის აპრობირებული მეთოდები იყო. წამების შედეგად გარდაცვლილები, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს. ნაწამებ პატიმართა შემზარავი ისტორიები, რატომ არიან თავისუფლებაში ციხის ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც პატიმრები ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოუძიებელი საქმეებით დღეს ბელა ზაქაიძე დაინტერესდა. რეჟიმის რაც იქ ხდებოდა, იმის შედეგად გამოვიდა ინვალიდის ეტლით. ყოფილი პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, რომ ეტლს გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლების წამების შედეგად მიეჯაჭვა. ყვება, რომ 2011 წელს ფიზიკურად მასზე უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით ძალადობდნენ. წამების შემდეგ ყოფილი პატიმარი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი თქმით განზრახ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზნით არასწორი ინექციები გაუკეთეს, რის შემდეგაც დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება. 3-4 გრამი უკეთდებოდა დღეში, როდესაც 1 გრამიც კი არ შეიძლებოდა. და ამის შემდეგ მე აღარც მეტყველება მქონდა, აღარც აზროვნება. გამოიწვია დამბლა, მეტყველება ვერ მეტყველებდი და ეს ორგანიზმი ვერ გრძნობდი საერთოდ. ჩემი ცემა ძირითადად მოხდა, სადაც ადმინისტრაციული კორპუსი არის იქ. ყოფილი პატიმრის განცხადებით 2011 წელს ციხეში მასზე პროკურატურის დავალებით ძალადობდნენ, რათა აღიარებითი ჩვენება მიეღოთ და ასევე ხელი სხვა პიროვნებისთვისაც დაედო. ჩვენების გამოძალვას და მუქარაში გოგლიჩიძე პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მაშინდელ თანამშრომელს ჯარჯი ციკლაურს ადანაშაულებს, რომელიც ახლა სპიკერი პროკურორია. მისი გამომძიებელი გახდა ჯარჯი ციკლაური, რომელიც დღეს მე მგონი 2012 წლის შემდეგ, როდესაც მოვიდა შეიცვალა ხელისუფლება, დააწინაურეს და დღეს არის სპიკერ პროკურორი. თუ არ აღიარებ, ან ლიკვიდაციას ემუქრებოდნენ, ან ლიკვიდაცია და ან და ესე იგი დაგაინვალიდებთ ისე, რომ აქედან ვერ გავხვა ნორმალური და ფაქტის სახეზე ყო დაინვალიდებულია დღეს გიზო, იგივე გიორგი გოგლიჩიძე და ზის სავარძელში. ჯარჯი ციკლაური და ალექსანდრე მგელაძე. ამუთლიაშვილზე გავიგე, რომ სოციალურ სივრცეში Facebook-ის მეშვეობით იწერება, რომ რაღაც თავისუფლებაზე დადის და რაღაც ინტერვიუებს იძლევა და საუბრობს რაღაც თემებზე და ყოფილი პოლიტპატიმარი ამბობს, რომ გლდანის ციხის მოძალადეები დღემდე დაუსჯელები არიან. შოთა იამანიძის განცხადებით 2011 წელს პირადად მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა გლდანის ციხის სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გოგა ბუთლიაშვილმა, ოფიცრებმა, ვახო გოგუციძემ და მალხა ზღვინიაშვილმა განახორციელეს. პირველ რიგში სიტყვიერი შეურაცხყოფა მოდიოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას პასუხი რომ მოსდევდა ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, გადადიოდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ელის გარტყმაში და დაპირისპირებაში და ასე შემდეგ. მე მეთოდები ჰქონდათ, კარცერი, კარანტინი და ასე შემდეგ. ეს სუბიექტები დღეს არიან მაღალ თანამდებობაზე საქართველოს უშიშროების სამსახურის კონდაზორის დეპარტამენტში და თუ არ ვშტები, ვალერი ზუმბაძე არის კრიზისების მართვის საბჭოში. კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ 2010 წელს გლდანის ციხეში მისი წამების მტკიცებულებების მიუხედავად პროკურატურამ დაზარალებულადაც არ ცნო. თუმცა მისი საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მაისაიას განცხადებით მის წამებას გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მაისაიას განცხადებით მისი საქმის გამომძიებლები დღესაც თანამდებობებზე არიან. გლდანის ციხის ასე ვთქვათ თანამშრომლები რომელიც მაშინ უშუალოდ ესწრებოდნენ ამ ანგარიშწორებას და მათ დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი. ასევე ეს ფაქტი დაადასტურეს უშუალოდ ყოფილმა პატიმრებმაც. ფოტომასა ახსენეს სწორედ იმ მდგომარეობას, ამ მდგომარეობაში ვიყავენ. ეს არის ფაქტურად გაშავებული სახე, ფაქტურად ჩამტრეული, ასე ვთქვათ, ცხვირპირი და ფაქტურად ესეთი ფოტოა, რომელიც მე და
ჩემ ადვოკატმა ნათია კორპორაციას რომ ვნახეთ, საკუთარი თავიც ვერც ამოიცვანა. ეს 2009 წელს გადაღებული ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის უჩა გოდელაძის წამების ამსახველი ფოტოებია. ეს კი ამავე წელს ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ უჩა გოდელაძის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლშაქცევები გახდა. ლალი აფციაურის განცხადებით მეშვიდე დაწესებულებაში ჩადენილი ეს დანაშაული ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს გაახმაურა, თუმცა მაშინ არავინ დაუსჯიათ. 2012 წლის შემდეგ დაწყებული ახალი გამოძიებაც კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა. ფოტოებიდან და ექსპერტიზის დასკვნიდან ჩანს ნათლად ჩანს მიყენებული დაზიანებები. ჩანს დენის კვალი. პირდაპირ და ექსპერტი ამას ადასტურებს. უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ან მოხდა მეშვიდეში, ან იმ პოლიციელების მიერ იქნა გზაში ნაწამები, რომლებსაც მოყავდათ აჭარიდან თბილისამდე. სანის კოლონიაში უშუალოდ მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიემ აწამეს ცეცხლსასროლი იარაღების თავშიცემის. ადვოკატის განცხადებით ირაკლი ხოხიაშვილის სასტიკი წამება გლდანში მდებარე პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაშიც გაგრძელდა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით საქმე სტრასბურგში იყო და მოქმედმა ხელისუფლებამ მისი წინამორბედის დროს ჩადენილი დანაშაული აღიარა და საქმე მორიგებით დასრულდა. იმ პერიოდში ამ საპრობილის დირექტორი გახდათ ვაჟა ცხედიანი, ის ზამთრის პერიოდში შეიყვანეს საავადმყოფოს მორგში, სადაც 3 დღით ადრე გაკვეთეს პატიმარი, ამოუღეს ნაწლავები, დაადეს გვერდი და ეს გაფუჭდა ყველაფერი და ამას ჰქონდა ძალიან ძაფრი სპეციფიკური სუნი, გააშიშვლეს ჩემი დაცვის ყოფი და დააწვინეს და 3 დღის განმავლობაში ფეხებში დენებს უერთებდნენ, წყალსა ასხავდნენ და ამ მკვდარ პატიმარზე სახით იყო დაკრული. მთავარ პროკურატურაში ჯარჯი ციკლაურთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. მოძალადეების დასჯის მოთხოვნაზე კი განაცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებათა ერთობლიობის მოპოვების შემთხვევაში მათ ბრალი წარედგინებათ. წამება და არაადამიანური მოპყრობა ის მთავარი საკითხი არის, გამო შესაძლოა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს. მმართველი კოალიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საკითხის შესწავლა საჭიროებს. მინისტრების ერთი ნაწილის თქმით კი პარლამენტში კომისია უნდა შეიქმნას. ნაწილი კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან მათივე განმარტებით პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით ეფექტურად მუშაობს. მიშა ფეიქრიშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მიშა გისმენთ. დიახ, დღის ბოლოს უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი მმართველი გუნდი არ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ეს მოახდენს საკითხის პოლიტიზირებას და შესაბამისად რიგ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ საკითხთან დაკავშირებით მოახდინონ პოლიტიკური სპეკულაციები. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შორის თავად დეპუტატთა ქართული ოცნების დეპუტაციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ამის საჭიროება დადგება, შესაძლოა თავად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც მოიძებნონ დეპუტატები, რომლებიც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ და როგორც ისინი აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პროკურატურა გააქტიურდეს და უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ და ისინი აღნიშნავდნენ, რომ თუ კი პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, მას ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება. მე ზოგადად საგამოძიებო კომისიების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის საკმაოდ პოლიტიზირებული თავისი შინაარსით, სტრუქტურით და შესაბამისად ძალიან ფრთხილად უდგები ამ საკითხებს. წამებასთან მიმართებაშიც არის ნიუანსები, რომელიც ამ თემის პოლიტიზირებას თვითონ ამ თემას ალბათ დააზარალებს, თუმცა ეს შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს თუ კონსენსუსი შედგება ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში. მაშინ კი ბატონო, უმცირესობის პოლიტიკური სტრატეგია მეჩვენება საგამოძიებო კომისიებით სპეკულირება, იმიტომ რომ ყველაფერზე არ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია, არ ვიცი, პატარა ხულიგნობა რომ მოხდეს, იმაზე შეუულია ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ დააყენოს საკითხი, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იქ სადაც მიმდინარეობს გამოძიება, იქ დამატებითი რაღაცა საპარლამენტო კომისიების შართვა არ ამიზანშეწონილად მიმარჩნია. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. დღეს არის 28 ოქტომბერი. არის დაახლოებით 2 საათი. კვირდებით როგორც თავისუფალი დემოკრატია ოპოზიციონერი გიორგი ცაგარეშვილი. თუ ქართული ოცნება მოითხოვს ნაციონალური მოძრაობის საქმეების გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხის დაყენებას, ჩვენ შეუერთებით სრულად ამ საკითხს. აი აქ ამ სტომათა დარბაზში, მაგრამ გააკეთებენ ამას? ნე ნუ მეკითხებით, არ გააკეთებენ, არის და თქვენ გატყუებენ, მე თქვენ მე ამ კითხვას მისვავთ, მე კიდევ ნერო იმეშლება ამ კითხვას.
განსხვავებულია მოსაზრებები მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, ნაწილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა ეფექტურად მუშაობს და შესაბამისად ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების საბოლოო შედეგებს და შესაძლოა მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდეს საკითხი, რომ პროცესებში ჩაერთოს პარლამენტი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სწორედ პარლამენტი უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას და პროცესების და ზოგადად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით თავიანთ სიტყვას დეპუტატებიც იტყვიან. პროკურატურის მიმართ უკმაყოფილების საბაბს მე ვერ ვხედავ, თუმცა მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ძალიან უკმაყოფილო ვიყავით და არაერთხელ გამოგვიტყვამს ეს უკმაყოფილება პროკურატურის მუშაობის მიმართ იმ პერიოდში, როდესაც მას სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა და განსაკუთრებით გენერალური პროკურორის თუ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ ძალიან ბევრი საქმე სრულიად შეგნებულად გააფუჭა. მაგრამ დღეს გამოძიება აკეთებს მაქსიმუმს იმისას, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი. საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას თუ არა, მას პარლამენტი თვითონ გადაწყვეტს. მე ვითხოვდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც სწორედ სულ რამოდენიმე თემაზე ვსაუბრობდი მე მაშინ, ერთ-ერთი ეს იყო მასობრივი ქონების ჩამორთმევა ნაციონალური მოძრაობის დროს, რაც იყო სისტემური დანაშაული და ქონდა სისტემური ხასიათი, ეს იყო მასობრივი წამება საპატიმრო დაწესებულებებში, რომელიც ასევე ატარებდა სისტემური დანაშაულის ნიშნებს და მას გამოძიება და სახელის დარქმევა ჭირდებოდა და მესამე ეს იყო მოსახლეობასთან, დემონსტრანტებთან მოქცევის კანონის წესების დარღვევა ასევე რეგულარულად და სისტემურად პრაქტიკულად ყველა აქციების დროს, რომელიც ქვეყანაში იმართებოდა. შეცვლის თუ არა მთავარი პროკურატურა სტრატეგიას აღნიშნულ თემასთან მიმართებაში ეს დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, სწორედ ერთი თვე აქვს ვადა იმისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომ პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს მთავარი პროკურატურის და პროკურორობის კანდიდატი. დღეს თეა წულუკიანმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი, რომ ამ დროისთვის უკვე ცნობილია ორი კანდიდატის ვინაობის შესახებ, ერთ-ერთი მთავარი პროკურორის მოქმედი მოადგილე, მეორე კი მინისტრია. ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემოთავაზება კანდიდატურის ჩემს სახელზე შემოსული. ეს გახლავთ ბატონი კახი კახიშვილისა და ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან. თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდიდატურა შემოვიდეს, ჯერ კიდევ დრო არის 13 ნოემბრამდე. განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებ ქალ კანდიდატებზე, რადგან სამპირიანი სია უნდა შევადგინო, საიდანაც მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. კარგი იქნება თუ ორი კი არა, 5, 10 და მეტი კანდიდატურა შემოვა იმისთვის, რომ არჩევანის საშუალება იყოს. საბოლოოდ შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთავარ პროკურატურაზე, იმ შემთხვევაში თუ კი გამოძიების შედეგებით კმაყოფილი იქნება როგორც პარლამენტი, ასევე საზოგადოება, შესაძლოა ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგეს. გმადლობ, პირდაპირ ეთერში მიშა ფეიქრიშვილი საუბრობდა და დღეს კიდევ ერთი თემა. სასამართლოს დისკრედიტაციაში დადანაშაულებული მოპასუხე მხარე და მოსამართლის აცილების მორიგი მოთხოვნა რუსთავიორის ადვოკატებისგან, რაც მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა, გადაწყვეტილებას კი მოსამართლისა და მოპასუხე მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თამარ ციკლაურის ხტომის დეტალებით. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავიორის ადვოკატებს სასამართლო პროცესზე მოქცევის წესების დაცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც მოპასუხე მხარემ მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შესახებ განცხადება გააპროტესტა. ამასთან, მტკიცებულებების მოკვლევის სტადიაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა მოსამართლის აცილება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე რუსთავიორის ადვოკატებმა მოსარჩელე მხარის მტკიცებულებებიდან იმ ხელშეკრულებების ამოღება მოითხოვეს, რომელიც ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს დოკუმენტაციის სახით აქვს წარდგენილი და სადაც ასახულია 2006 წლიდან დღემდე როგორ აღმოჩნდა რუსთავიორის წილები ახლანდელი მეპატრონეების მფლობელობაში. რუსთავიორის ადვოკატები მტკიცებულებებიდან ექსპერტიზის დასკვნის ამოღებასაც ითხოვდნენ. Თქვენი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თავაზე უკვე გავს სასამართლოს დისკრედიტაციას. ძალიან კარგად მესმის თქვენი პათოსი, ძალიან კარგად, რომელიც არის პოლიტიკური სანამ სასამართლო პროცესი მოსამართლესა და მოპასუხე მხარეს შორის შელაპარაკებით გაგრძელდებოდა, თითქმის 3 საათის განმავლობაში პროცესზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომლის დასკვნაშიც 2005-2006 წლებში რუსთავიორის წილების საბაზრო ღირებულებაა დადგენილი.
თავარი კითხვები კი, რომელიც ექსპერტ ჩოთა ივანაშვილის მიმართ მოპასუხე მხარეს ჰქონდა, იმ დოკუმენტაცია შეეხებოდა, რომლის საფუძველზეც მან რუსთავი 2-ის წილების საბაზრო ღირებულება შეაფასა. დამკვეთვა წარმოუდგინდა დოკუმენტაცია, რომელიც საფუძველზეც ჩატარდა ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დასკვნა. არასრული დოკუმენტაცია არ ყოფილა. დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნა კონკრეტულად ერთ-ერთ მეთოდთან დაკავშირებით, რაზეც გაიცა შესაბამისი დასკვნა. რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვით გაგრძელდება. თუმცა მხარეები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ სწორედ ხვალ გავიდეს. მოსამართლე ურთმელიძეს თავზე ხელი აქვს აღებული, ის გავიდა ყველანაირი საკანონმდებლო სივრციდან, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, მან ხვალ, ანუ 9 სამუშაო დღეში მე-5 სხდომა დანიშნა. მე ეჭვი მაქვს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ხვალ მოისმენენ მეორე მხარის პოზიციებს, არ ვიცი თუ მოესწრება დასრულება, შეიძლება მოსამართლე გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად. მე ვთვლი, რომ მაინც სასამართლოს გარკვეული დრო დაჭირდება, რომ მოიფიქროს გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს და არგუმენტირებულად პასუხი გასცეს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის პარალელურად დღეს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სამთავრობო გუნდში გამოეხმაურდნენ. ნურს პოტავს, ნურს რუსთავი 2, ნურს ნაციონალური მოძრაობა და ნუ რამე საერთოდ. როგორც ქვეყნში, ასევე ქვეყნის გარეთ. რომ რაიმე შეფერხებას, რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე ტელი არხს. ან მით უმეტეს რომ მედია გარემოს რაიმე ფორმით ჩვენ დავაზიანებთ. პირიქით. მე ვფიქრობ ეს არის ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო ყოფილი დეპუტატი, მთავარი პროკურორის მოადგილე, განათლების მინისტრი, ცოცხალმოვანი იუსტიციის ბატონი გვარამია, დიახ. აი ეს ადამიანები დღეს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. სასამართლო პროცესის პარალელურად ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა რუსთავი 2 შენობასთან. თურქეთში რიგარეში საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე ვითარება მკვეთრად დაიძაბა. პოლიციამ შტორმით 2 ტელეკომპანიისა და 2 ბეჭდური გამოცემის ოფისი აიღო. ოპოზიცია ხელისუფლებას მედიაზე სრული კონტროლის დამყარებაში ადანაშაულებს. თურქეთში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი. დეტალები ნახეთ რეპორტაჟში. რიგარეში საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური მედია საშუალებების ოფისები შტურმით აიღო. სამართალდამცველებმა 2 ტელევიზიისა და 2 ბეჭდური გამოცემის შენობები დაიკავეს. მედია საშუალებები კოზა იპეკის ჰოლდინგს ეკუთვნის. ჰოლდინგს თურქეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ოპოზიციის ლიდერის ფეთულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. ეს არის გადატრიალება ოპოზიციის, თავისუფალი მედიის და კონსტიტუციის წინააღმდეგ. აუცილებელი არ არის გადატრიალებისთვის ტანკები გამოიყვანონ. თურქეთის სირია არ არის. ამას თურქი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს. ბოლო 2 დღის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ კოზა იპეკის ჰოლდინგში შემავალ 22 კომპანიას დროებითი მმართველი დაუნიშნა. ოპოზიციის ასობით მხარდამჭერმა ხელისუფლების მიერ დანიშნული მმართველები მედია ჰოლდინგის ოფისებში არ შეუშვა, თუმცა მათ შენობებში შეღწევა პოლიციის დახმარებით შეძლეს. ეს ოპერაცია მიმართულია განსხვავებული აზრის ჩასახშობად. იქნება ეს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ კერძო მეწარმეები. ეს ოპერაცია ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლებას არ ემორჩილება. ბოლო 2 წელია თურქეთი დიქტატორული მმართველობის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სამართალზე, როდესაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქვეყნის მმართველები იღებენ. თურქეთში შექმნილ ვითარებას აკვირდება და შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი. ბრიუსელში იმედს გამოთქვამენ, რომ 1 ნოემბერს დანიშნული არჩევნები საერთაშორისო ნორმების დაცვით ჩატარდება. მუსლიმი ღვთისმსახური ფეთულაჰ გიულენი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი ოპონენტია. ხელისუფლება მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ერდოღანი იმედოვნებს, რომ 1 ნოემბერს მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია პარლამენტში ივლისის არჩევნებში დაკარგულ უმრავლესობას მოიპოვებს. დაიწყება თუ არა ოდესაში მაიდანი. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრებდნენ. ოდესის გუბერნატორმა ოდესის მერის არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ განაცხადა და მომხრეებს საპროტესტო გამოსვლისკენ მოუწოდა. სააკაშვილის გუნდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩერებს და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. დეტალებით ქეთი ჩოხელი. ოდესის გუბერნატორი ოდესის მერის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურის ჩატარებას ითხოვს.
საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს, როგორც თავად ამბობს, ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები წარუდგინა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქში ბევრი გონიერი ძალაა. მე სასამართლოს სწორი რეაგირებისა და ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები პირების უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის იმედი მაქვს. მეორე ტურის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს ოდესის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში 52.58%-ით გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის ყოფილი წევრია. მიხეილ სააკაშვილის მრჩეველს ალექსანდრ ბოროვიკს კი ამ მრჩეველთა 25%-მა დაუჭირა მხარი. ჩვენს მიერ დაფიქსირებული გაყალბებების ფაქტებს შორისაა დიდი ოდენობით ბიულეტენების ჩაყრა, ეგრეთ წოდებული კარუსელები, ამ მრჩეველთა მოსყიდვა ქალაქის მოქმედი მერის სასარგებლოდ. ჩვენ თვითოეული ხმისთვის ვიბრძოლებთ. გაყალბებების არც ერთი შემთხვევა დაუჟელი არ დარჩება. მოვუწოდებთ ყველას მეორე ტურისთვის მოემზადოს. ეს ნორმალური პროცესია, როდესაც დამარცხებულები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ვერ აღიარებენ დაბალ რეიტინგს და ამაში გარშემომყოფებს და მთელ სისტემას ადანაშაულებენ. საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების ფარგლებში მოქმედება და არა ყვირილი. ხმის მიცემის დროს გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, ეუთო არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს, თუმცა რეფორმების გაგრძელების საჭიროებას ხაზს უსვამს. ორგანიზაციის ანგარიში ნათქვამია. არჩევნები იყო კონკურენტული, კარგად ორგანიზებული. საარჩევნო კამპანიამ აჩვენა დემოკრატიული პროცესების პატივისცემა. თუმცა რთული ნორმატიული სამართლებრივი ბაზა, საარჩევნო პროცესზე ძლიერი ეკონომიკური ჯგუფების დომინირება და ის ფაქტი, რომ მედიაში წინა საარჩევნო კამპანიის გაშუქება ფასიანი იყო, რეფორმების ჩატარების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ოდესის ადგილობრივ არჩევნებში სააკაშვილის გუნდის დამარცხებას ეხმაურებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს არის უკრაინული პოლიტიკური პროცესი, რაშიც ოდესის გუბერნატორი რა თქმა უნდა ძალიან აქტიურ როლს თამაშობს. მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ეს პროდასავლური და კრემლის საწინააღმდეგო ხაზი არ დამარცხდება, გაიმარჯვებს და მხოლოდ გაძლიერდება. შესაძლებელია რაღაც გადაცდომები იყოს, ახლა თუ ამას სააკაშვილი ხედავს და იქაური საზოგადოება ხედავს, მე ვიცი რომ მას აქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ოდესაში, შეიძლება ამაზე რაღაცა პროტესტი გამოითქვას. დაინიშნება თუ არა ოდესაში მერიის არჩევნების მეორე ტური ჯერჯერობით უცნობია. კანდიდატები ადმინისტრაციული საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიათ. ადგილობრივი პროკურატურა გაყალბების შესაძლო ფაქტებს იძიებს. რეიტინგი, რომლის შედეგებსაც ხელისუფლება და ოპოზიცია ყოველწლიურად საკუთარი შეხედულების მიხედვით აფასებს. Doing Business-ის შედეგები ამჯერადაც აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა. Doing Business-ის ახალი რეიტინგის მიხედვით საქართველოს 24 ადგილზე ერთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი მე-15 იყო. მთავრობა და უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მონაცემები არ გაუარესებულა, უბრალოდ მათივე განმარტებით დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა. ბიზნესის კეთების 2016 წლის რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის 24 პოზიციას იკავებს. რეიტინგის მიხედვით ჩარშენდელთან შედარებით საქართველოს წელს 13 მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ახლა უკვე 165 ქვეყანას უსწრებს. მათ შორისაა პოლონეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, იაპონია და ბელგია. საქართველო ბიზნესის კეთებაში მთავარ მოქმედ ქვეყნად რჩება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს მიენიჭა 24 ადგილი. წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი გაფართოვებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა. ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს აღიარებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის. ისევ ყავის მონოპოლიები ქვეყანაში, ისევ არის უამრავი ბიუროკრატიული წინაღობა იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო გააქტიურდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მე ხედავ გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ თვალსაცემია საზოგადოებისთვის ქვეყნის შიგნით, რომ ეს ძალისხმევა არ არის საკმარისი. საპარლამენტო უმრავლესობაში Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებენ. ამბობენ, რომ რეიტინგში ადგილის გაუარესების შესახებ გაჩენილი კითხვები მხოლოდ კომპონენტების ახალი მეთოდოლოგიით შეფასებამ გამოიწვია. სოფლიო ბანკმა ორი მონაცემით გამოაქვეყნა, ანუ შარშანდელი იმით რა ქვია მეთოდოლოგიით და წლევანდელი მეთოდოლოგიით. შარშანდელი მეთოდოლოგიით წელსაც მე-15-ზე ვარ, წლევანდელი მეთოდოლოგიით მე 24-ზე ვარ. ანუ ეს მონაცემები არის ერთნაირი. ბიზნეს სექტორის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა დასაქმების საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე.
სწორედ ბიზნეს სექტორის განვითარება შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება. ამიტომ ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს შექმნას საქართველოში. 61,000 არის გაზრდილი დასაქმება ბიზნეს სექტორში. ეს არის 12%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს აფასებენ ექსპერტებიც. ლევან კალანდაძის თქმით, საქართველოს რეგიონში პრაქტიკულად ლიდერია და ამ თვალსაზრისით არც ერთ კომპონენტში გაუარესება არ შეინიშნება. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეფორმებში წინსვლა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს ამ რეფორმებში წინსვლას და ეს კვლევა არის ნიშანი იმისა და ცხადი მაგალითი იმისა, რაზე უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ აქცენტები და რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს რეფორმები შემდგომი პერიოდისთვის. 2016 წლის დასაწყისში საქართველოში Doing Business-ი რეგიონული კონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც კერძო სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო რეფორმებს განიხილავენ. ახლა კი რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის ისტორია და კვლევა, რომლის მიხედვითაც სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები რეგულარული ხასიათის იყო. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში პატიმართა 64%-ის მონათხრობით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატურად იყო გავრცელებული სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში. გამოკითხულთა 3/4 75.4% ამბობს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ. რესპონდენტთა 84.2% აღნიშნავს, რომ მათ ფსიქოლოგიურად აწამებდნენ. ამ ტიპის მოპყრობა გავრცელებული იყო სხვადასხვა საპატიმროში, ყველაზე მეტად კი გლდანის მერვე საყრობილეში. კვლევის თანაავტორი კონსტიტუციის 42 მუხლი იყო ის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დაკვეთით ჩატარდა 2030-ის შეკითხვებს კი კონსტიტუციის 42 მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი და ყოფილი პატიმარი შოთა იამანიძე უპასუხებენ. ბატონებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო არჩილ, ამ კვლევის მიხედვით 1199 პატიმრიდან 62% ამბობს, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მათი ყოველდღიურობა. უფრო დეტალურად რომ განუმარტოთ, თქვათ ამ შემთხვევაში უკვე მაყურებელს, რას ყვებოდნენ პატიმრები? დიახ, ეს ნამდვილად ესეა. კვლევამ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებასაც ისედაც მანამდე ცნობილი იყო, ანუ სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში პატიმრები ექვემდებარებოდნენ სისტემატიურად არაადამიანურ დამამცირებელ ღირსების შემლახავ და წამებით მოპყრობას. აღნიშნული კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ ეს დოკუმენტალურად დამოწმებული იყო და ყოფილიყო გამოკითხვა კონკრეტული პატიმრებისა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კვლევამდეც იყო არაერთი კვლევები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, მათ შორის CPT-ის კვლევები, სადაც პერიოდულად და ხშირად მითითებული იყო იმ არაადამიანურ დამამცირებელ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებიც კონკრეტულ საქმეებზე, სადაც ეს ფაქტები დადასტურებულია. უფრო ადრეც ესეთი კვლევა იყო თუ არ ვშტების გაეროს პერიოდული მიმოხილვის, სადაც პირდაპირ იყო მითითებული ის, რომ სასჯელ ახსრულების დეპარტამენტის მაგალითად მეხუთე დაწესებულებაში, ანუ მანამდე სანამ მერვე დაწესებულება ამოქმედებოდა, ორთაჭალის, ეგრეთ წოდებული ორთაჭალის ციხე, ზოგადად იქ ადამიანის მოხვედრაც კი ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი იყო. ამას დაემატა მხოლოდ პირობებს და არა სასჯელ პირობებს, მარტო პირობები. მაგრამ ამ პირობებთან ერთად ამას ემატებოდა სასჯელ ახსრულების ანუ პრობლემას ასევე ამწვავებდა და ამძაფრებდა ისიც, რომ იყო ძალიან გადატვირთულობა პატიმრებისა. აღარაფერს არ ვსაუბრობ კონვენციით და ადამიანის უფლებათა დოკუმენტებით გარანტირებულ მინიმალურ საცხოვრებელ ფარზე. იყო ძალიან დიდი გადატვირთულობა, იყო 25,000-მდე პატიმარი, ну, რა თქმა უნდა, ზოგჯერ უფრო ნაკლები, ან ეს ცვლილებას განიცდიდა, მაგრამ აი პიკი როდესაც იყო დაახლოებით 25,000-მდე პატიმარი. შესაბამისად, სახელმწიფოს რესურსები იყო მწირი და მცირე და შესაძლოა ამ მიზეზით, ასევე სხვა მიზეზებით სახელმწიფო და პენიტენციურ სისტემაში და ასე ვთქვათ, თანამდებობის პირები ცდილობდნენ კონტროლი განეხორციელებინათ რეპრესიული მეთოდებით, იძულების მეთოდებით, რასაც და რამაც გამოიწვია ეს პრობლემები, რაც გამოიწვია. უფრო კონკრეტულად რომ
ანუ უფრო კონკრეტულად ეს გამოქვეყნებულ კადრებშიც კარგად ჩანს, როდესაც დაშლის კადრები, ეგრეთ წოდებული каранტინის დაშლის ფაქტები, როდესაც პირველად მიყვანილი პატიმრები უკვე აყავთ საკნებში, თითეული მათგანი ექვემდებარება არაადამიანურ ცემას, ელემენტარულად და არაადამიანურ მოპყრობას. ეს არის მაგალითი იმის, რომ ამ ჯაჭვს გადიოდა ყველა პატიმარი. ზოგადად ყველა პატიმარი, მიუხედავად იმისა, ის რა დანაშაულისათვის იყო მსჯავრდებული. გაუფრთხილებელი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, მძიმე დანაშაულისთვის ესეთ მოპყრობას ექვემდებარებოდა აბსოლუტურად ყველა პატიმარი. თუმცა განსაკუთრებული სისასტიკე შეინიშნებოდა და სისასტიკით მოპყრობები განსაკუთრებული პატიმრების მიმართ. ვინ იყვნენ ეს განსაკუთრებული პატიმრები? იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც ადმინისტრაცია ცვლიდა დაუმორჩილებელ პატიმრებად, პრობლემურ პატიმრებად. და ასევე პატიმრებად, რომელიც განწყობილი მოგახსენებთ და განსაკუთრებით ის პატიმრები, რომელიც ქურდული სამყაროსადმი გარკვეული სიმპათიებით გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებულ მოპყრობაში გამოირჩევა ის, რაც ასევე კადრებშია ასახული, ანუ სისასტიკით განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, წამება, მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში, წამება, ცემა, დამცირება, ფიზიკური ტკივილის მიყენება, განსაკუთრებული სისასტიკე და მათ შორის ეს საშინელი კადრები, რაც ახლა უკვე ბოლო პერიოდში საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, თუმცა მანამდე ეს კადრები არჩევნების შემდეგ უკვე იყო საზოგადოების გარკვეული ვიწროწრისათვის ცნობილი და ამის ჩვენებებიც ხდებოდა ხოლმე. ამას შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, ჟურნალისტებისთვისაც დახურული შეხვედრები ნამდვილად გაიმართა. აჩვენეს ეს და უშუალოდ თვითმხილველები ჰყავდა ამ ვიდეო კადრებს. ამდენად ეს იყო საერთო ჯამში აღებული სახელმწიფოს დამოკიდებულება პენიტენციური სისტემისა და პატიმრებისადმი. გასაგებია, ბატონო შოთა თითქმის 2 წელი იმყოფებოდით ციხეში. ხო ვთქვათ, რა ხდებოდა? რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რასაც ვთქვათ, თუნდაც იგივე სხვა პატიმრები ყვებიან? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ბოდიშს მოუხდე საზოგადოებას, მაყურებელს, რომ ერის სირცხულზე ნაციონალური მოძრაობის ნამოქმედარზე ვიწევს კვლავ საუბარი, მაგრამ ეს ფაქტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად პროვოკაციული თემები და მეთოდები სახეზეა და მეც ვალდებული ვარ შესაბამისად ჩემი განვლილი პერიოდის ციხეში ყოფნის პერიოდის ისტორიები მოვახსენო საზოგადოებას და თქვენ. რაც შეეხება ფაქტებს, მე 2011 წელს მაისის თვეში დამაკავეს და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 26 მაისს გახსოვთ დარბევა მოხდა თავისუფლების მოედანზე და მაშინ გლდანის მერვე საპყრობილეში ძალიან გამძაფრდა სიტუაცია. ამ ეგრეთ წოდებულ ოფიცრებს და თანამშრომლებს მაქსიმალური მწვანე აუნთეს სისასტიკის რაღაც მანიაკალური ქმედებების გამოსაყენებლად და გადავიდნენ პირდაპირ მოქმედებაზე, რასაც ქვია, ანუ აი ხა მე ავწერ რაღაც ფაქტებს მოგიყვებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ემოციების გარეშე ხა გახსენება, რომ ახსენდება ძალიან რთულია და ბოდიშს ვიხდი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ საზოგადოების წინაშე და თქვენ წინაშე, რომ გახსენებთ ამ მძიმე ფაქტებს. ერთი ბატონმა არჩილმა აღნიშნა და ფაქტი მეტყველებს, რომ ბატონო არჩილ რა მაინტერესებს, ისეთ აი თქვენ ჩაატარეთ 2012 წლიდან 12-დან 14-მდე. 4-დან 12-მდე. დიახ. მანამდე თუ იცით მონაცემები ასაჩივრების რა პროცენტი შეადგენდა, სანამ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. დაახლოებით ციფრები არ შემიძლია, მაგრამ ნუ სავარაუდოდ 5%-მდე იქნებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ პატიმრების უმრავლესობა მაგ შემთხვევაში ხმას არ იღებდა ქალბატონო მაკა. არ წერდა საჩივრებს, ძალიან ცოტა პატიმარი იყო, ვინც საჩივარს წერდა და ეს ფაქტი მეტყველებს, ანუ რა მინდა ვთქვა ამით განუმარტო ბატონი არჩილის კვლევა, რომ ეს არ იყო რაღაც შეთქმულება ვიღაცის წინააღმდეგ მაგალითად, როდესაც პატიმრების 90% უმრავლესობა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ერთობლივად დამახასიათებელი არის ფორმები ერთნაირია წამების და არაადამიანური მოპყრობის იმ მანიაკების მხრიდან და
ეს მეტყველებს იმაზე ქალბატონო მაკარო, ეს ფაქტია და რეალობა მართლაც ციხეებში და არა მარტო ციხეებში, თურმე ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში თურმე იგივენაირია. წამების აი რა კონკრეტულ მეთოდებს იყენებენ, ამას იქიდან გამოსხილ ბუნებრივია დასაზაფრად არ ვკითხულობ არ ვსვამ ამ შეკითხვას. მაინტერესებს იქიდან გამომდინარე ზოგიერთი თქვათ ადამიანისთვის, კონკრეტული სუბიექტისთვის შეიძლება წამება უტოლდებოდეს თქვათ წყლის არ მიწოდებას პირობითად. დიახ. აი მაგალითად, ძალიან სუბუქი ფორმები თქვენ როგორც ახსენეთ, წყლის არ მიწოდებაც იყო, ანუ არ აძლევდნენ საშუალებას, ჰიგიენურ საშუალებას, რომ პატიმრებს ებანავათ ელემენტარულად. იყო და წამება არის ის კადრები, რა კადრების თქვათ ბოლო პერიოდში ვიხილეთ. რა თქმა უნდა, წამება არის, იყო ესეთი სიტუაციებიც, რომ და მასობრივად იყო, რომ როდესაც პატიმარი იყო თავის ეგრეთ წოდებულ საკანში, მთელი დღის განმავლობაში დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე არ შეეძლო, რომ თავის ნარზე მისულიყო და ჩამოჯდარიყო ელემენტარულად, რაღაც ფიქრში წასულიყო ადამიანი, ან სინანული მოსვლო და ანდაც ჩვენნაირად უსამართლოდ ვინც იყო დაპატიმრებული, სანერვულო ძალიან და საფიქრელი ძალიან ბევრი იყო და უბრალოდ რომ ჩამოჯდარიყავით პატიმრები და ჩვენ ნარზე პრობლემა. დიახ, წამოწოლაზე აღარ არის იქ საუბარი. აი, რომ ჩამოჯდარიყო ადამიანი, ამის გულისთვის ფიზიკურად და სიტყვიერად ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფაზე გადმოგიოდა. არ გადმოდიოდა. ქონდა უფლება რომ ჩამომჯდარიყავ თუ არ იყო იმის საშუალება იქიდან გამომდინარე რომ გადატვირთული იყო. არ ქონდა პატიმარს უფლება რომ ჩამოჯდარიყო. არ მდგარიყო. უნდა მდგარიყვნენ მთელი დღის განმავლობაში ფეხზე. როდესაც შეეძლო ხა ეს ძალიან სუბუქი ფორმები არის. რაც შეეხება მაგალითად კიდევ ერთს მოგიყვებით ჩემთან ერთად საკანში იჯდა აბუაჩიმის ხელა ადამიანი, ასაკით უფროსი ადამიანი თავისთავად და ერთ დღეს ერთ დილას მან გაიპარსა წვერი ჩვეულებრივად და ზემოდან ეცვა თავის საროჭკა ეგრეთ წოდებული რა ერანგი და გაიხადა გაპარსვის დროს და ჩამოკიდა თავის ნართან. რო ჩამოკიდა შემოიხედა ამ დროს ერთ-ერთმა ღვინიაშვილი არის ეგრეთ წოდებული ოფიცერი. დიახ. რა თქმა უნდა. მალხაზ ღვინიაშვილი შემოიხედა და დაინახა ეს ადამიანი რომ იპარსავდა წვერს და საროჭკა ეკიდა ის ნარზე და იკითხა რომ ეს ვისი საროჭკა იყო, ვინ დაკიდა იმ ადგილას მისი ნებართვის გარეშე და რა თქმა უნდა ეს კაცი გამოვიდა ბატონი ომარი ერქვა და გამოვიდა და თქვა რომ ჩემი მე დავკიდე შვილო შენ შემოგევლეო წვერს ვიპარსავდიო და მაგის გულისთვის გაიყვანეს და ეგრეთ წოდებული სადაც ისენი იყო რა ქვია აბაზანები თუ რა ქვია იმ მოკლედ რაღაც თავის ოთახები ქონდა. სადაც კამერები არ იყო დამონტაჟებული. სადაც არ იყო დამონტაჟ თავის საწამებელი ოთახები ქონდა და იქ გაიყვანეს და მე მოშორებით ვიყავი შედარებით ჩემი საკანი მოშორებით იყო ამ ოთახისგან და ხმები მესმოდა აი პლასმასის ბოთლებით წყლები რო ესხა პლასტმასის და როგორ უსწორდებოდნენ ამ ადამიანს და კიდე ავიცი იქ ეს ღვინიაშვილი ეს გუგუციძე იყო ერთ-ერთი ეგეთი ავანტყოფი მანიაკი ჯალათი მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია ქალბატონო მაკა ეხა მე ვნახე სოციალურ ქსელში რომ ეს ბუთლიაშვილზე არის საუბარი რომელიც იყო ერთ-ერთი ჯალათი აგრეთვე ამ ფაცაციებთან და ყაჭეიშვილებთან ერთად ეგრეთ წოდებული სოციალური სამსახურის უფროსი იყო მაშინ მაგრამ გამოირჩეოდა თელი აი ამ რაღაც მანიაკალური საქციელებითა და ძალიან მძიმე ფორმებით უსწორდებოდა პატიმრებს ყოველდღიურად და საათობრივად. ნუ რა თქმა უნდა ძალიან მძიმე სიტუაცია იყო აი ყოველ დღე ისმოდა ხმები წამების თქვენ კონკრეტულ გვარებს ასახელებთ ამ შემთხვევაში თუ გაქვთ ინფორმაცია სად არიან ეს ადამიანები არიან თუ არა ისინი დასჯილები დიახ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში ეს თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი, როდესაც ჩამოიშალა, ანუ ქართული ოცნება, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ჯერ პირველ რიგში ის მინდა აღნიშნო, რომ მე უსამართლოდ ვიხდიდი უკანონოდ დამაპატიმრეს 2011 წელს ნარკოტიკები ჩამიდეს ზემოქმედების ქვეშაც, ანუ პირდაპირ ნარკოტიკი ჩემს ორგანიზმში შეუშვეს და აღმოჩნდი ზემოქმედების ქვეშ და
მიმყვანეს ამ გლდანის დაწესებულებაში და რო შეიცვალა, აი ეს რაც ვნახე მთლიანად ამ წელიწადი და 8 თვის განმავლობაში, ვიძახი ხოლმე ჩემ მეგობრებთან, რომ ყველაფრის ფასად მიღირდა, რომ იქ რაც მე ვნახე ცვლილების მერე პატიმრების ეს განთავისუფლება, ეს ერთსულოვნება, მაგრამ ასევე საგიჟეთის მდგომარეობა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ეს პატიმრების ერთად ლოცვა და გაერთიანება, ეს ყველაფრად მიღირდა სადაც არ უნდა გამეარა და კიდე გავივლით, ბატონო. ის კონკრეტული ადამიანები თუ გაქვთ ინფორმაცია, კი, რაც შეეხება მაგ ადამიანებს, ალბათონო მაკა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბატონმა არჩილმაც აღნიშნა, რომ იმის და მიუხედავად, რომ საჩივრები ძალიან ბევრი ფიქსირდებოდა პროკურატურაში, ძალიან ბევრი შევიდა, მე რამდენადაც ვიცი ამ ადამიანებზე, მე ვისაც ვასახელებ, ხა ვისაც ვიძახი, ან თქვენ ამბობთ ღვინიაშვილი, გუგუციძე, ბუთლიაშვილი, ფაცაცია, ყაჭაიშვილი. დიახ, ძალიან ბევრი საჩივარი იყო მათზე შესული და მე რამდენადაც ვიცი, აი ეს სამი ადამიანი, ფაცაცია და ყაჭაიშვილი ვიცით, რომ სასჯელს იხდიან, მაგრამ ის სამი ადამიანი მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას არ იხდის სასჯელს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაღაც თავისუფლად თანამდებობაზე იმყოფებიან თუ უბრალოდ თავისუფლებაში არიან. რამდენადაც ვიცი, ბუთლიაშვილი თანამდებობაზეც იმყოფებოდა, მაგრამ რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი იყო ჯალათი, დატოვა კახეთის მხარეს, მე მგონი ერთ-ერთ მხარეში იყო პოლიციის უფროსად თუ რა. ეხლა ამ წუთას არ ვიცი, ეგენი რომ და რა თანამდებობაზე იმყოფებიან, არ ამგონია, რომ ეხლა ხელისუფლება არ ფლობდეს ქალბატონო მაკამ მაგ ინფორმაციას თუ ეგენი ვინ იყვნენ და რა იყვნენ და არ ამგონია, რომ მისცენ მაგათ საშუალება, რომ რაღაც თანამდებობები დაიკავ. და უკაცრავად თუ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ პირობებში არ არიან ისეთი ადამიანები საჯარო სამსახურში, რომლებიც ადრე ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ და ხელისუფლებას მიუმართავ, რა თქმა უნდა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ეს კოჰაბიტაციის შედეგი არის ჩემი აზრით დღევანდელი დღის წესრიგი რაც დგას პოლიტიკურ თემებს გულისხმობ, რა თქმა უნდა და აი ამ ეროვნულ სირცხვილს, რაზეც ვსაუბრობ ზოგადად, ქვეყანას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს წინ. და იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაერთიანებაზე და გაძლიერებაზე ვფიქრობდეთ, საზოგადოება და სახელმწიფო გვიწევს პროვოკაციებზე, ნაციონალური მოძრაობის კვლავინდებურად აყოლა და ამ თემებზე საუბარი, მაგრამ აუცილებელია ხელისუფლებას მიუმართავ, ალბათონო მაკა, რომ იყოს ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილებები მიღებული და ზომები მიღებული. იყოს ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო არ გამძაფრდეს სამომავლო სიტუაცია. გასაგებია, ბატონო არჩილ, ის რაც თქვა სასჯელო ხსრულების სისტემაში ხდებოდა, ეს იყო კონკრეტული სუბიექტი, კონკრეტული თანამშრომლების თვითნებობა, თუ ეს იყო სისტემური დანაშაული და რამდენად კმაყოფილი ბრძანდები, თქვა კონკრეტული უწყებების, ამ შემთხვევაში პროკურატურის მუშაობით. დიახ. აი სტატისტიკის მიხედვით დასტურდება, რომ 4-დან 12 წლამდე არის დაახლოებით 800 პატიმარი გარდაცვლილი. ნორმატიული რეგულირება არის ისე, რომ პატიმარი თუ არის მძიმე ავადმყოფი და მის გარდაცვალებას, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელო ხსრულების დაწესებულებიდან. ანუ დაახლოებით წელიწადში 100 ადამიანი კვდებოდა ციხეში. ამ სტატისტიკიდან ძალიან ბევრია ისეთი ადამიანები, რომელიც შეიძლება ცემით იყო მოკლული და ამაზე საჩივრები იყო პროკურატურაში შეტანილი. და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან უკმაყოფილების გრძნობა იყო ხოლმე პროკურატურის მიმართ ესეთი ტიპის საქმეების გამოძიებაზე და უფრო მეტიც ის პატიმრები, რომლებიც ბედავდნენ ან ოჯახის წევრები პატიმრებისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავდნენ მეორე ან მესამე მუხლის დარღვევის ფაქტებზე, აი ესეთი პატიმრების მიმართ განსაკუთრებული ზეწოლა წამოვიდა უკვე ბოლო პერიოდში და მათ აიძულებდნენ, რომ საჩივრები გაეტანათ და განსაკუთრებულ სასტიკმო პრობას ექვემდებარებოდნენ ესეთი პატიმრები. ანუ აიძულებდა სახელმწიფო ესეთ პატიმრებს, რომ eurosasამართლოსაც კი არ მიემართათ. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში იყო ძალიან, ასე ვთქვათ, გულგრილი დამოკიდებულება ესეთი ტიპის საქმეებზე და უშედეგო დამოკიდებულება.
ამ ეტაპზე რაც შეეხება დღეს მიმდინარე ვითარებას ჩვენი ორგანიზაციის წარმოებაში მსგავს ტიპის საქმეებზე, რაც ევროსასამართლოში კომუნიკაციაა დაწყებული საქმეებზე, დღევანდელი იუსტიციის სამინისტრო მიდის მორიგებაზე ესეთი ტიპის საქმეებზე და მესამე მუხლის დარღვევის საქმეებზე ძალიან ხშირად თავაზობს მხარეებს მორიგებას, მეგობრულ შეთანხმებას და მორიგებას, რომ აღარ გაგრძელდეს ევროსასამართლოში საქმეების განხილვა. თუმცა ესეთი ტიპის დანაშაულები სისტემური ხასიათი რაც ქონდა ესეთი ტიპის დანაშაულებს ეს მოიშალა რა თქმა უნდა და ეს ძალიან კარგი და ძალიან დიდი მიღწევა არის. გარკვეული ციხეში ჩადენილი დანაშაულები დღესაც არის რა თქმა უნდა და პროკურატურას რა თქმა უნდა ჭირდება მეტი მობილიზება, მეტი მონდომება, რომ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება განახორციელოს და ჩაატაროს გამოძიება. ვინაიდან არის ძალიან სპეციფიკური დანაშაულები ეს საჯელახსოვრების დაწესებულებაში ჩადენილ დანაშაულს დროული და მყისიერი რეაგირება ჭირდება, თორე შემდგომ უკვე დროის გასვლის შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ესეთი ტიპის საქმეების გამოძიება. ამდენად შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი, თუმცა არის მთავარი ის, რომ ეს ვითარების შეცვლა იყოს ინსტიტუციურად გარანტირებული სასამართლოს დონეზე და პროკურატურის დონეზე. ანუ შესაბამისი რეაგირება იყოს თითოეულ ფაქტზე პროკურატურაში და სასამართლოში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის განკუთვნილი დრო სამწუხარო ამოიწურა 2030-ის შეკითხვებს კონსტიტუციის 42 მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი და ყოფილი პატიმარი შოთა იამანიძე პასუხობდნენ. ახლა რეკლამის შემდეგ ამავე თემით და სხვა სტუმრები დაუბრუნდებით დაგველოდეთ. ბრუნდებით სტუდიაში და საუბარს უკვე ადვოკატებთან ერთად განვაგრძობთ. გელა ნიკოლაიშვილი და შალვა ხაჭაპურიძე უპასუხებენ 2030-ის შეკითხვებს. ბატონებო, მოგესალმებით. ბატონო გელა, მთავარ პროკურატურის მიმართ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ ხშირად გამოითქმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ თქვათ პატიმრების ჩვენებების მიუხედავად პროკურატურას დღემდე ბრალი არ წარუდგენია ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც მსჯავრდებულები ამ შემთხვევაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ადვოკატი, თქვათ საპატიმრო დაწესებულებებში ხვდებოდით და ხვდებით პატიმრებს ხომ? თუ იყვნენ მათ შორის ძალადობის მსხვერპლი მსჯავრდებულები? მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ძალადობის მსხვერპლი მსჯავრდებულები უამრავი იყო. აი თქვენ როდესაც ახლა ბრძანებთ, რომ არ წარუდგენიათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, ეს პრეტენზია მეც მაქვს საზოგადოებასაც, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თუ ჩვენ წავალთ იქითკენ, რომ სისტემის მსახურები, ანუ სისტემის ის მსახურები, რომლებიც ამკვიდრებდნენ ამ წესს და წესი იყო არაადამიანური ღირსების შემლახველი მოპყრობა ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, ყოველწამიერად. ასეთ შემთხვევაში ის ათასობით ადამიანი უნდა იქნას დასჯილი, რომელიც ამ სისტემას ემსახურებოდნენ და ეს მოგეხსენება ძალიან ძნელია ერთი ხელის მოსმით, იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ რომ იქ მსახურობ. ათასობით არის ადამიანი. წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმართან, აი ჩვენ წინა გამომცვლელებსაც უსმენდით ჩვენ და კონკრეტულ მაგალითებს ყვებოდა შოთა იამანიძე, რომელსაც თავის თავზე გადაიტანდა. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ყოველდღიურად გამოყავდათ ან ყოველწუთიერად და აწამებდნენ. საერთოდ ადამიანის უფლებათა კონვენცია თვითონ დეფინიცია მესამე მუხლი, წამების საწინააღმდეგო მუხლი. გულისხმობს იმას, რომ გაუშვებელია წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა. ძალიან ხშირად ამას აერთიანებენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, მაგრამ ესე არ არის. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ წამება აი ეს გაუპატიურების სცენები და ასე შემდეგ და ფიზიკური, რა ვიცი, გაუპატიურების სცენა წამება არ არის, ან ვერ გავიგებთ. არა, ეს არის წამება და მაგას ვამბობ, რომ ეს ყოველდღიური არ იყო, ეს ამას ადგილი ჰქონდა. მაგრამ სხვა არის მაგალითად აი ეს რასაც ვამბობთ ეს გაუპატიურების სცენები იქნება თუ აი ფიზიკური ძალადობა ეს არის რა თქმა უნდა წამება რომ გასაგები იყოს ღირსების შემლახავი მოპყრობა მაგალითად ადამიანს რო ეუბნებიან გააღება პირში ხო არაფერს მალავ და პირს აღებს ადამიანი და იმას პირში აფურთხებენ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ის ვერ ბედავს წინააღმდეგობის გაწევას იმიტომ რომ იცის რომ ცემით მოკლა ეს არის ღირსების შემლახველი მოპყრობა ან ეუბნებიან რომ ეხლავე შეძვერი ჩუაღამისა შევარდებიან და რაც ყოველ გავრცელებული იყო ხშირად შეძვერით ეხლა იმ ეგრეთ წოდებული შპონკების ქვეშ სასტრაფო და ვინც ბოლოს შეძვრება იმისგან იწყებდნენ ცემას და შემდეგ ყველას ცემდნენ
მაგრამ აი არაადამიანური მოპყრობის მაგალითი შეიძლება იყოს მაგალითად, როდესაც 6 ადგილიან საკანში არის 30, 40 კაცი თვეობით, წლობით. ისე რომ ამას დიფერენციაცია ჭირდება და თუ ჩვენ ერთიანად ყველა აი ამ ქმედებას ერთად აღებულს ავიღებთ ხო და ყველა იმ ადამიანს დავსჯით, მაშინ გამოგვივა ათასობით. ძნელია გამორჩევა, მაგრამ ის უამრავი ათასობით ჩვენება, რომელიც არის, აი იქიდან უნდა გამოარჩიოს პროკურორმა, ყოველდღიურად რომელი ადამიანი იყო, რომელიც ამას განსაკუთრებული სისასტიკით ასრულებდა, განსაკუთრებული ენთუზიაზმით, განსაკუთრებული ჟინით და ესეთი განსაკუთრებული ჟინით ვინც არ ასრულებდა, თუმცა ასრულებდა მათ მიმართ გარკვეული. აი მათ მიმართ კიდევ ამბობ, მაშინ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, მაშინ პრაქტიკულად ყველა ათასობით ადამიანი უნდა დავსაჯოთ. თუ ამაზე შევთანხმდებით კანონის წინაშე დამნაშავემ უნდა აგოს თუ არ უნდა აგოს? რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ კიდევ ამბობ, თუ ამაზე შევთანხმდეთ, მაშინ ვისაც პირადად ურთიერთობა ქონდა, ახლა ის კანცელარიაში მუშაობდა ხალხი და იქ ბუღალტერიაში და რაღაც იმათ რას ვერჩით, ხო? მაგრამ ვისაც პირადი შეხება ქონდა პატიმრებთან, პრაქტიკულად რაღაცა 1001 გამონაკლისის გარდა ყველას ჩადიოდა ამ დანაშაულს, თუ მხოლოდ ღირსების შემლახვალ მოპყრობაზეა ლაპარაკი და ნუ მაშინ რა თქმა უნდა პროკურატურის მიმართ ორჯერ და სამჯერ მეტად გაიზრდება პრეტენზია. ბატონო შალვა, თქვენ საკმაოდ ხშირად აკეთებდით ციხეში პატიმრების წამების შესახებ საჯარო განცხადებებს, ასევე აცხადებდით, რომ ციხეში პატიმრებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. რამდენად ადეკვატურად რეაგირებდნენ თქვენს განცხადებებს? მოდით ჯერ კონკრეტულად სტრასბურგში რა საქმეები მაქვს გაგზავნილი, იმის მხოლოდ 10%-ს მოგახსენებთ ამ 2003-დან 2010 წლის განმავლობაში. გვარები ხოხიაშვილი აწამეს ციხის საავადმყოფოში, დავით ხანთარია აწამეს ჯერ ზუგდიდის ციხეში, შემდეგ აწამეს თუ არა ადამიანურ მოპყრობას აწამეს და ამ მაგალითებს მოგიყვანთ წამების რა ფაქტები იყო. აწამეს ზუგდიდის საპრობილეში და შემდეგ თბილისის საპრობილეში. რაულ ქირია მცირე მეწარმე, რომელსაც ორივე ფეხები მოტეხეს. მალხას კორძახია, წამება ირაკლი შანიძე, წამება სურხან მულაშვილი, ვისი ადვოკატიც გახდით, გოჩა ჯინჭარაძე, გიორგი გოლოშვილი, გიორგი დუდაშვილი, წითელაშვილი მამუკა, ბესარიონ ხვინთელიანი ბიზნესმენი, თალაკვაძე, მანუ ჩარჯანაძე, ირაკლი კაშია, კუსა, იგივე შალვა დოლიძე. ეხლა ავიღოთ აქედან რამდენიმე მაგალითი საკმაოდ ისეთი გახმაურება. ავიღოთ ხოხიაშვილი ირაკლი. ხოხიაშვილი ირაკლი 2000 ციხის ბუნტის დროს რკინის ხელჯოხებით იცემენ სასიკვდილოდ, ძლივს გადარჩა, ამაზე ექსპერტიზა იქნა ჩვენს მიერ ჩატარებული და დადასტურდა ეს ფაქტი. ამის შემდეგ ქსნის კოლონიაში არაქელოვი კოლონიის დირექტორი რამდენი დათვრებოდა ავტომატს გამოიღებდა და ესე პატიმრების მიმართულებით და საკნების მიმართულებით ისროდა ავტომატი თვრა მდგომარეობაში. ამაზე ხოხიაშვილმა გამოაცხადა შიმშილი. ამის შემდეგ არაქელოვი, ჭაკუა და ბაჩუ ახალაია შედიან საპრობილეში, ამუყავთ კაბინეტში და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებით ცემენ ამ ადამიანს. ამის შემდეგ ჩვენ სტრასბურგში ვაგზავნით ამ ფაქტთან დაკავშირებით და სტრასბურგმა დაავალდებულა საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო რომ გადმოიყვანოთ ეს პატიმარი სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში. იქ ხდება ვაჟა ცხედიანი ციხის უფროსი და მისი კიდე თანამშრომლები დაახვედრეს, გაკვეთეს პატიმრის გვამი, სხვა პატიმრის გვამი, ამოიღეს ნაწლავები, 3 დღე გააჩერეს ასეთ მდგომარეობაში. ამას სპეციფიკური სუნი მოყვა, რის შემდეგაც ეს პატიმარი 3 დღის განმავლობაში დააკრეს და ელექტროდენები შეუერთეს ფეხებზე და პლუს ცივწყალს ასხავდნენ. სტრასბურგში ეს საქმე ჩვენ მოვიგეთ, სამწუხაროდ ეს ადამიანი ამჟამად იმყოფება საბერძნეთში, მკურნალობას გადის, მაგრამ ნუ ძალიან ძიმიანი მისი მდგომარეობა. დავით ხანთარია 1200 ლარი გადასახადის დამალვის გამოიქნა დაახლოებით 200-მდე ბიზნესმენი და ამას ედებოდა ამ ადამიანს 1200 ლარი. თქვენ წეხარ პროკურატურის როლთან დაკავშირებით იგივე. ეს ადამიანი ნაციონალების დროს დაიჭირეს, მოტეხეს ფეხები ამ 1200 ლარის გამო, შემდეგ გირაო შეუფარდეს 50000 ლარი და დღეს მივმართეთ ახალ დეპარტამენტს, რომ გამოიძიეთ ამ კაცის მიმართ საქმე რო აწამეს და თქვენ რაც გაქვთ პროკურატურაში ბრალი წარდგენილი და სასამართლოში განსახილველად გაქვთ საქმე წაგზავნილი, გამოიწვიეთ ეგ საქმე ეს ადამიანი წამების ხერხმლერი თქო. დღეს სასამართლო დღეის მდგომარეობით ზეგამ აქვს ეს პროცესი, სასამართლო ამ საქმეს იხილავს, იგივე მუხლით, იგივე ბრალდებით და ერთი ფურცელიც არ არის გაკეთებული პროკურატურაში, ახალ დეპარტამენტში შეტანილი ჩემს მიერ არც და სასამართლოს მიმართულებით ინსტიტუციის მიმართულებითაც ამ შემთხვევაში არაფერი შეცვლილა. არაფერი არ შეცვლილა, ახალ დეპარტამენტს აქვს ეს საქმე და ერთხელაც არ დაუბარებიეთ ეს ადამიანი დავიღალი ამ წერილების წერით, ტელეფონზე დარევ
გავერკვევით, იცით რა, გავერკვევით და აი ეს ფაქტი მოდის, აი მაშინ დაიწყო და დღეს გრძელდება. ავიღოთ იგივე მალხას კორძახი, ავიღოთ სულხან მოლაშვილის ადვოკატი გახდით შემდგომში და ცნობილი ფაქტი არის ირაკლი კაშია. ანუ ჩვენ ახლა გავაკეთოთ ბატონმა გელამ თქვა, რომ იცით არაადამიანური მოპყრობა. არაადამიანური მოპყრობის ცოტა სხვა გარემოებაა, მაგრამ წამების მაგალითად როგორი ფაქტი ქონდათ. რკინის მასშტაბით გაუღებდნენ ადამიანს პატიმარს პირს და ახლა ამ ჩამოთვლილ პატიმრებიდან ამ შემთხვევაში არც ერთი არ იყო, მე მაქვს აქეთ ცალკე სხვა სია, რომელთა გვარებს რა თქმა უნდა არ გავაჟღერებ, ცოტა ისეთ სენსიტიური თემები არის. რკინის მასშტაბით პატიმარს პირს გაუღებდნენ, რამდენიმე ციხის თანამშრომელი აფურთხებდა პირში, შემდეგ უცერში რკინის ხის ხელჯოხებს ურტყავდნენ, რეზინის ხელჯოხებს, იმისთვის რომ ეძულებინათ, რომ ეს გადაეყლება. ნუ ეხლა იგივე ავიღოთ სხვათა შორის სულხან მოლაშვილს ჰქონდა საიდუმლოდ ვატარებდით იქ გრაფიკი, რამდენი კვტარი გამოყავდათ ყოველი კვირის განმავლობაში ეგრეთ წოდებული რეზვანიციდან და ამის დავთარი ჰქონდა მთელი შენახული, რომელსაც საიდუმლოდ ვინახავდით, იმიტომ რომ არ გახმაურებულიყო. წეხან თქვენთან სტუმარი იყო, რომელსაც განაცხადა იემანიძემ, რომ ვერ ბედავდა ბევრი ადამიანი სტრასბურგში გასამართლებას, იმიტომ სტრასბურგში გასამართლებული საქმის პატიმარი განსაკუთრებული სისასტიკის მოპყრობის ისჯებოდა და ასე შემდეგ. ჩვენ სხვათა შორის ამ წამების შესახებ 2010 წელს მე პირადად ჩავიტანე ჰააგის პროკურორს, გადავეცი ეს მასალები, თავისი მტკიცებულებით, სხვათა შორის იქ რამდენიმე არსებობდა ვიდეო მასალაც, ესეთ ადამიანები დაზიანებით ვახერხებდით რაღაცნაირად პატრონებს გამოქონდათ, ანუ იყო ეს შესაძლებლობა ექსპერტებს ვაგზავნით და გამოქონდათ ეს ფაქტები. იგივე წეხან თქვენ გისმენთ ძალიან კარგი შეკითხვა დასვით, არსებობს სპეციალური ლიტერატურა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის დაწერილი, რომელიც აღწერს წამების სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, თუ ერთი ადამიანისთვის ესა თუ ის მოქმედება არ არის ღირსების შემლახველი, მეორე ადამიანისთვის, რომელიც ინტელექტუალი არის, მისთვის ის იგივე ქმედება სასტიკი მოპყრობის ფაქტი არის. და ამას მაშინდელი ციხეების ადმინისტრაცია აკეთებდა შესანიშნავად. ეხლა გეოგრაფიულად რო ავიღოთ, ჩვენ მაშინ იყო ზუგდიდის ციხე, ბათუმის ციხე, ქუთაისის, რუსთავის ორი კოლონია, გლდანის ნომერ მერვე ეზო. ეს მთელი მასშტაბით იყო მოდებული. მთელ სისტემაზე ვრცელდებოდა. იგივე მაგალითად მასობრივი ღამედ გამოყავდა, ცემდნენ პატიმრებს და დილით გადაანაწილებდნენ სხვადასხვა ციხეებში და მთელი კვირაობით უწევდა ადვოკატებს და პატრონებს ეძებნათ ეს ნაცემი პატიმრები და როდესაც უკვე აღმოაჩენდი ამ პატიმარს უკვე ნაჭდევიც აღარ ჩნდებოდა იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩაგეტარებინა, მაგრამ ამ შემთხვევებში რომელიციც მე ჩამოგითვალეთ, ამ შემთხვევებში ყველაზე ექსპერტიზის დასვენები იქნა მოძიებული და ამიტომაც სტრასბურგმა რამდენიმე საქმეზე გამოიტანა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. გასაგებია. ბატონო გელა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხომ არ ფიქრობთ, რომ იგივე თქვა პარლამენტში კიდევ ერთხელ უნდა დადგეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელმაც უნდა შეისწავლოს თუ კონკრეტულად რა ხდებოდა ციხეებში? მე ვფიქრობ, ეს არ იქნება ცუდი, ოღონდ პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს ამ საკითხში, იმიტომ როცა პარლამენტი ერევა, იქ პოლიტიკა ერევა, ესე იგი და როდესაც პროკურატურა პრინციპში ქმნის მხოლოდ ამ დეპარტამენტს და რეალური შედეგები არ ჩანს, ალბათ დგება ეს საკითხი. მე ერთი ის მინდა ვთქვა, რომ პარლამენტში თუ დადგება ეს საკითხი, იქ უნდა გამომჟღავნდეს, რომ ეს უნდა დადგეს თუ არა ეს საკითხი. ეს უნდა დადგეს იმ კუთხით და იმ მიმართულებით, რომ ეს იყოს სისტემური დანაშაული, ეს უნდა იქნას ბოლო-ბოლო დაფიქსირებული და დადასტურებული და აი გუში გამოდიოდა სხვა შორის იმ დროინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტოღუში, ნაციონალური დროინდელი და მან პირდაპირ თქვა, რომ აი მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სისტემური წამებები. შეიძლება რაღაცი დაეთანხმო იმ კუთხით, რომ აი სისტემური ყოველდღიურ ესეთ საშინელებები არ იყო, მაგრამ და მან თქვა, რომ მაგრამ სისტემური არაადამიანური და ღირსებით შემნახველი მოპყრობა როგორც სისტემა ეს იყო. და პრინციპში მან აღიარა, მან კომისიის წევრები აცხადებს, რამდენიმე 1000 ფაილი არსებობს წამების ამსახველი. ხო, აი ახლა წამების ამსახველი ფაილები ძირითადად რაც აღმოჩენილია, ეს აღმოჩენილია იმ კასრებში, რომელიც პენტენციურ სისტემას არ უკავშირდება. ეს ზოგადად ნაციონალების მმართველობას უკავშირდება, მაგრამ პენტენციურ სისტემაში არ იყო, სადღაც ტყეში ქონდათ რაღაც საწამებელი ადგილები. არ ვიცი, კონკრეტულად ხეს უკავშირდება, თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულად დანაყოფს თუ სასჯელახსრულების. ამიტომ, როდესაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ვიღაცა რიგითები აკეთებდნენ, ან თუნდაც ვიღაცა ჩინოსნები და არ იცოდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ეს არის ტყუილი, სწორედ ეს უნდა გამოიძიონ, იმიტომ რომ აი მაგალითად მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე ვებგვერდზეც მიდევს ეს და რა ვიცი, მე რატო არაჩვენებენ ტელევიზიები ამას, მე მიკვირს ძალიან და ამბობდა იქ ასობით ადამიანი იყო, სადმე ვიღაც კერძო საუბარში კი არ ამბობდა და პირდაპირ ამბობდა ბაჩუ ახალაიამ დაამარცხა კრიმინალური სამყარო იმით, რომ მათივე მეთოდებით ცემით, დიახ,
ცემდა ის. ამ სიტყვას ახსენებს და პირდაპირ ამბობს, რომ და მართლაც ესე დაიწყეს ჯერ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები და კრიმინალური სამყაროდან დაიწყეს ცემები, მერე გადავიდნენ იმაზე, რომ აბა შეაგინეთ ქურდი თუა და ვინს რა აქვს სიმპათია და შემდეგ ეს უკვე გავრცელდა მთლიანად ნებისმიერ რიგით პატიმარზე და ესე ნელ-ნელა როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს და როდესაც პოლიტიკური შეკვეთა აქვს ამ თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ისინი ამას ხალისით ასრულებენ, მერე იქ შეგნებულად სადისტებს არჩევდნენ ისეთებს, რომელიც ამაში სიამოვნებას ღებულობდნენ და ფაქტიურად შეიქმნა წრე, შეიქმნა ის საფუძველი, რომელზეც იდგა მთელი ეს სისტემა. აი ამაშია უბედურება. ბატონო შავა, მთელ ამ პერიოდს ჭირდება თუ არა პოლიტიკური შეფასება? რა თქმა უნდა, ჭირდება პოლიტიკური შეფასება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ფაშისტური გერმანია მთლიანად ადგა ნიურნბერგის პროცესმა გაასამართლა. თუ ჩვენ და ამითი შემდეგ არ უთქვა ზუსტად აი ამ სასამართლო პროცესმა ჩამორეცხა მთლიანად გერმანელებს ის უბედურება, რაც გიტლერმა დაატრიალა. იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენ მომავალი თაობები და იგივე მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს წინაშე წავდგეთ ღირსეულად, ჩვენ ამისთვის არა მარტო პოლიტიკური შეფასება ჭირდება. ალბათ, აი ვეთანხმები აბსოლუტურად პროფესორ გია მეფარიშვილის პოზიციას და სხვა ღირსეული და ცნობილი პროფესორების პოზიციას, რომ ნიურნბერგის მსგავსი პროცესი უნდა ჩატარდეს. თორემ ეს რაც ხდება დღეს იქ ახალი კადრების გამოგდება იგივე 7000 ადამიანი დაკითხული პროკურატურის მიერ წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და ერთი საქმე არ არის საბრალდებოდასვით წასული სასამართლოში. იგივე ავიღოთ 800 ადამიანი არის უკტარით ციხეებში. ეხლა ჩვენ ესე თითოეულ ფაქტებს თუ ასე ვზდიეთ, ეს არ დამთავრდება წლების განმავლობაში და ჩვენ ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას, დგას იმის წინაშე, რომ როგორი უკეთესი პარლამენტი გქონდეს, როგორი უკეთესად იყოს ეკონომიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ეს წარსული უკან მოგზებს და გვექაჩაება. ამიტომ რადიკალური ნაბიჯები არის ამ კუთხით გადასადგმელი და ყოველთვის ვიმეორებ, ყველა გამოსავალი წამალი არის კანონი და კანონიერება. თუ მით უმეტეს გაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი და აბსოლუტურად სწორად გააკეთეთ თქვენ აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დანაშაული, არსებობს ამაზე კანონი და ყველამ უნდა ააგოს პასუხი. თუ ჩვენ ამაზე მივაყრუეთ და თქვით, იცით რა, ეხა იცით, ბევრი ადამიანი გასამართლება, აქ ვიღაცა ცოტა ეწყინება, არ არის სავალდებულო, ყველასთვის საპატიმრო სასჯელი იქნეს, მაგრამ უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, თუნდაც რეჟიმს ვინც ემსახურებოდნენ და უშლიდნენ, უწყობდნენ ხელს რეჟიმის გახანძლებას. მაგალითად, აბსოლუტურად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ჟურნალისტიც იყო ამის ტირაჟირებაში ჩართული და ქვეყანას ისე წარმოუდგენდნენ სიტუაციას, ვითომ დემოკრატიის ოაზისი იყო საქართველოში. აქაც უნდა დაისვას ნიურნბერგის პროცესი მაგითი იყო ძლიერი. ანუ ნიურნბერგის პროცესზე მოხდა ორი მნიშვნელოვანი საკითხის შერწყმა ერთად, პოლიტიკური და სამართლებრივი. ეს ამაზე ფილმებიცა და უკეთესი ლიტერატურა, ეს იყო ურთულესი საკითხი სამართლის მეცნიერებისთვის, მაგრამ მოხდა ეს და ამის მაგალითი არსებობს და ამიტომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეს გავიმეოროთ, იმიტომ ჩვენ ხო ვიცით ქართველმა ერმა ეხა იმ კადრებს რო უყურებთ და მეგრულად რომ მიდის იქ საუბარი გული მეწובה და უამრავი ნახევრად მეგრელი ვარ ოჯახი და გაუგნებულები და ამიტომ ამას ყველაფერს უნდა მოყვეს რა თქმა უნდა პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება იმისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას და მეორე რა სწორია ჩვენ სოფლიოს უნდა ვითხრათ რომ აი ამ ტიპის ამ რაღაცა დაჯგუფების კრიმინალების ნაწილს ჩვენ ვემიჯნები და ჩვენ ქართველი ერი ხვალ მზათა ვართ იმისთვის რომ ფეხი შევადგათ ევროპაში და იგივე ატლანტიკურ გაერთიანებაში ამას ზანდიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი მადლობა ბატონებო 2030-ის შეკითხვებს ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი და შავა ხაჭაპურიძე პასუხობდნენ რეკლამის შემდეგ ზვიად თხელიძის საავტორო რეპორტაჟი დაგველოდეთ უკანაფშავი მომავალ გაზაფხულამდე თითზე ჩამოსათვლელი ოჯახების ამარ არჩება ერთ-ერთი მათ შორის ჯაბანიშვილების ოჯახია მათ არც წელს ექნება ჩუქი გზა და გამართული სატელეფონო კავშირი როგორ ხვდებიან მომავალ ზამთარს უკანაფშავში ნახეთ ზვიად თხელიძის გიორგი კიკვაძისა და თამარ აქიაშვილის რეპორტაჟში ეს სოფელი ჭიდალია უკანაფშავი. ერთკომლიანი სოფელი საძოვრით საქონლის სადგომით ერთსართულიანი სახლით უამრავი სკით და მცირე ბოსტანით. ჯაბანიშვილების ზამთრისთვის ემზადებიან 62 წლის ავთანდილ ჯაბანიშვილი კარტოფილის მწირ მოსავალს უჩივის. სუდია ზამთარში აქ ცხოვრება. იმიტომ რომ დიდი თოვლი მოდის ზოგჯერ ახლა ბოლო წლები არა პატარა თოვლი იყო და აი დიდი თოვლი როცა მოდის არა ძნელია ტრაქტორი აქ არ არის. რომ გზა გაიხსნას, თუ გაიხსნიან ერთჯერადად გაიხსნება. თივა და
ადამიანის საკვები ჯერმარილი თუ არა გაქვს მოტანილი ძნელი ახლა როგორც ბარში შეგიძლია ყოველდღიურად წახვიდე ქალაქში მაიტანო ისე ვერ მაიტან თუ შემოდგომით არ მოვამარაგეთ ეს თავის ჯერმარილი და საქონლის საკვები ზამთარში ვერ მოიტან იმას არაგვის ხეობის ბოლო 4 სოფლიდან ზამთრისთვის თითქმის ყველაც არიელდება ამ ხარაში მხოლოდ 3 ოჯახი რჩება ერთ-ერთი ჯაბანიშვილებისაა დენი ქონდა ჩვენ კომუნისტების დროს ესე 2-3 წელი იყო რა იმიდან მაღალძაბვის მე 1-2-3 წელი იყო და წყალმა გარიყეს ყველას ბოძები და ელექტროხაზები ჩამარხა სულა მე ზოგი აქ დარჩეს ბოძები ზოგი იქა ნახევარი ხეობაზე აღადგინეს მუქომდე და დანარჩენს იქნებ კიდევ პირდებიან ბოლო პირობა იყო რომ წელს უნდა ისექნა გეეკეთა ეს შუქები და არავინ პატრონი არ არის რავი ვერ გავაკეთებთო და ეგ არის ბოლო პასუხი ავთანდილ ჯაბანიშვილის მეუღლე 45 წლის მარეხი ძავაშულ ჯაბანიშვილი ოჯახის სარეცხს კვირაში ორჯერ რეცხავს ის ახლაც გაციებულია თუმცა იძულებულია ხელებით სიუწყალში ჰქონდეს ელექტროენერგია და სარეცხი მანქანა მისი ოცნებაა ზაფხულში ძალიან კარგია და ზამთარშიც ახლა როცა მიეჩვევა ადამიანი და აქ ცხოვრობს ზამთარშიც ყველაფერი კარგია მაგრამ აი ეს არის რომ ძალიან რო გვიჭირს არც დენია არც ტელევიზორია ნორმალურად არაფერი მაგის გამო ძალიან გაჭირება გვაქვს თორე ეგენი რო იყოს დენი ტელევიზორი სარეცხი მანქანა ჩართოს ადამიანმა რამე რაღა გაგვიჭირდებოდა აღარაფერი 17 წლის ვაჟა ჯაბანიშვილმა ინტერვიუზე უარი გითხრა, თუმცა მისი საყვარელი საქმიანობის გადაღებას დაგვთანხმდა. ვაჟა ბარში დამამთავრებელ კლასში სწავლობს და ოჯახს მხოლოდ აღდგეგებზე სტუმრობს. ინტერვიუზე მისი ძმა დაგვთანხმდა. გასართობი რავი არაფერი ძირითადად ცხვრებში გავალ დღე და რავი ხან გავივლი გამოვივლი და გადის დრო რა დღე და ღამე კი მოსაწყენია. ვაჟიკამ სამხედრო სავალდებულო სამსახური 2012-2013 წლებში მოიხადა. მას შემდეგ ხეობა დიდი ხნით აღარ დაუტოვებია. ზამთარში საქონელს ის პატრონობს. ჯაბანიშვილებს 30-მდე ძროხა და 50-მდე ხვარი ჰყავთ. გზა რო იყოს, ტელეფონი რო იჭერდეს და ის შუქი რო იყოს რა დენი. მაგ შემთხვევაში კიდე გავჩერდებოდი რომ მაინც მოსაწყენი არ არის და ისე ძნელია. უშუქოდ და უგზოდ გზა რო ჩაიკეტება ხან შემოდგომიდან ზამთრიდან გაზაფხულამდე ადახსნია და ძნელია მაინც თუ არავინ მიდმოდის. ჩვენ უკან ვბრუნდებით. ჯაბანიშვილები და მათი მეზობლები არაგვის ხეობაში კიდევ ერთ ზამთარს გაატარებენ. დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხეობა წელსაც უშუქოდ, უგზოდ და კავშირგაბმულობის გარეშე დარჩება. მალე უკანაფშავში თოვლს ჩამოყრის. ასეთი იყო 28 ოქტომბრის სოციო 30 მე მაკაცინცაძე ვარ რამდენიმე წუთში კი GDS-ზე სიტუაციური კომედია ცოლები და ქმრები გელოდებათ მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით